უნდა ვისაუბროთ ძალიან ამაღელვებელ ბედნიერ, ესე ვთქვათ, ეტაპზე ქალის ცხოვრებაში, რომელიც უკავშირდება ორსულობას და როდესაც ქალბატონი გაიგებს, რომ არის ორსულად, მისი ცხოვრება სრულიად იცვლება და განსაკუთრებულად ფრთხილი, მძუნველი ხდება ყველაფრის მიმართ და არა მხოლოდ საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ, არამედ უორმაგდება ეს შეგრძნებები, იმიტომ რომ გარდა თავისი ჯანმრთელობისა უკვე უნდა იზრუნოს თავისი ნაყოფის ჯანმრთელობაზეც. მოკლედ გაორმაგებული ყველაფერია. ნამდვილად დამეთანხმები, რომ დედობა ყველაზე ზიაღმატებული ბედნიერების მწვერვალია, თუმცა ამასთან ერთად არის პასუხისმგებლობა საკუთარი და მომავალი ბავშვის ჯანმრთელობის ზრუნვა იმ წუთიდან უნდა დაიწყოს, როდესაც ის გაიგებს, რომ უკვე ორსულად არის. რა თქმა უნდა და თანაც ასევე ისიც უნდა უთხრათ მომავალ დედებს ან არსებულ მშობლებს, რა შეიძლება იყოს საფრთხე დაუშვათ ორსულობის პერიოდში ქალბატონისთვის და ასევე რა გართულებებს შეიძლება კონდეს ადგილი ასეთ დროს. ორსულობის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გართულება შეიძლება იყოს პრეეკლამპსია, რომელიც ორსულობის შუა დაახლოებით მე-20 კვირის ან შემდეგ პერიოდში განვითარდეს. ანუ, ესე იგი შენაბობ რეზორე შეიძლება მშვიდად მიმდინარეობდეს ორსულობა და უცებ განვითარდეს ეს პრეეკლამპსია თუ რაღაცა წინაპირობა არსებობს, რის მიხედვითაც შეიძლება ეს რისკი განისაზღვროს. საწყის პერიოდში თიკაში შეიძლება პრეეკლამპსია უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს, თუმცა შემდგომ შეიძლება განვითარდეს ისეთი სიმპტომები, აი მაგალითად როგორიც არის მაღალი არტერიული წნევა, პროტეინურია, იგივე ცილის მომატება შარდში, უცაბედი წონის მატება, რაც განპირობებულია სითხის ორგანიზმში დაგროვებით, რადგან პროტეინების გარკვევა ხდება, შესაბამისად წამოვა უკვე შეშუპება, თავის ტკივილი, ბუნდოვანი მხედველობა, მუცლის ტკივილი და სხვა სიმპტომები. ახლა მითხარით რა არის პრეეკლამპსია? თიკა, ეს არის დაავადება, რომელიც ემართება უშუალოდ ორსულ ქალს, რომელზეც ახსენე, რომ 20 კვირის შემდეგ იწება ეს დიაგნოზი. ეს დიაგნოზი საფრთხეს უქმნის როგორც ნაყოფს, ისევე დედას. ანუ აზიანებს როგორც ნაყოფის მდგომარეობას, ისევე დედის ჯანმრთელობას. სტატისტიკურად ყოველწლიურად დაახლოებით 70 დედამ ისევე ნაყოფმა. ამიტომ ამ დაავადების დროულად დიაგნოსტირება და მკურნალობა აუცილებელია გართულებების თავიდან ასაცილებლად და ასევე მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ არ მოხდეს ფატალური შედეგები. თიკა, მინდა გითხრა, რომ პრეეკლამპსია არის დიაგნოზი, რომელიც შეიძლება გამოცდილმა ექიმმა ადვილად დასვას. რადგანაც ამ დაავადების დამახასიათებელი ნიშანი არის მაღალი არტერიული წნევა და შარდის საერთო ანალიზში ცილის არსებობა. პრეეკლამპსია არის დაავადება, რომელიც ყველა ორგანოს აზიანებს. განსაკუთრებით, როდესაც ვლაპარაკობთ პრეეკლამპსიაზე, ის პირველ რიგში აზიანებს ღვიძლს, მოყვება თირკმელი და თავის ტვინი. ანუ პრეეკლამპსია, როდესაც იშლება დაავადება მანიფესტირდება, შეიძლება ორსული ქალი მიიყვანოს მულტიორგანულ უკმარისობამდე, ანუ გამოიწვიოს ყველა ორგანოს უკმარისობა. რამდენად გავრცელებულია ეს ორსულებში? ეს დაავადება ძირითადად თიკა ორსულ ადამიანებს ემართება და მშობიარობის შემდეგ საერთოდ გაივლის და არანაირი სიმპტომები აღარ აღენიშნებათ დედებს და არანაირი საფრთხეს მათ ჯანმრთელობისთვის აღარ წარმოადგენს. პრეეკლამპსია საშუალოდ ორსული ქალების 5-8%-ში შეიძლება განვითარდეს. პრეეკლამპსია ასევე იწვევს ნაადრევ მშობიარობებს 15% შემთხვევაში. მოდი აქვე ჩამოთვალოთ რისკ ფაქტორები, ეს გახლავთ მაღალი არტერიული წნევა, თირკმლის დაავადებები, დიაბეტი, მრავალნაყოფიანი ორსულობა, მაგალითად ტყუპები, აუტოიმუნური დაავადებები, მაგალითად წითელი მგლურა, ჭარბი წონა, ასაკი 35+, პირველი ორსულობა და სწორედ პირველი ორსულობის დროს ყველაზე დიდი არის ალბათობა იმისა, რომ განვითარდეს პრეეკლამპსია. გასაგებია და დიდი ალბათობით ეს დაუყოვნებლივ სამედიცინო ჯარებას საჭიროებს, ხო? როდესაც ორსულ ქალბატონებს 20 კვირის შემდეგ ეწყებათ გაუგებარი ხასიათის უხასიათობა, ეწყებათ გაუგებარი ხასიათის თავის ტკივილი, გაუგებარი ხასიათის გულისრევის შეგრძნება, ქვემო კიდურების შეჭუპება, წონაში მატება და
ეს მიანიშნებს სწორედ პრეეკლამსიის არსებობას. ანუ ამ შემთხვევაში ქალბატონმა აუცილებლად ორსულმა ქალბატონებმა უნდა გაისინჯონ დღის განმავლობაში მინიმუმ 3-ჯერ წნევა და თუ წნევის ციფრები მისთვის დამახასიათებელს აღემატება თუნდაც 10 ერთეულით სისტოლური წნევა უნდა მიმართოს მიან გინეკოლოგს, რადგანაც გამოირიცხოს და დიაგნოზი პრეეკლამსია. როდესაც ორსულ ქალბატონებს აქვს არტერიული ჰიპერტენზია, შარდში ცილის არსებობა, ისინი ექვემდებარებიან პრეეკლამსიის მკურნალობის მენეჯმენტს. რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დედის და ნაყოფის სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქროს. რადგანაც ვახსენეთ საფრთხე, რომელიც შეიძლება შეეხოს ან დედას, ან შვილს ორსულობის პერიოდში, რა თქმა უნდა, მეტ სიფრთხილეს საჭიროებს და რა თქმა უნდა, დაუყოვნებლივ სამედიცინო ჩარევას, როგორც გითხრა ექიმებმა, ამიტომ ჩვენს გავაძლიერებთ ჩვენს ჯარს, ასე თქვა, ჩვენი ექიმებისა და მოდით ვისაუბროთ, როგორ შეიძლება იმართოს ეს დიაგნოზი და ჩვენთან დღეს სტუმრად გახლავთ პათომორფოლოგი, ციტოლოგი და ემბრიოლოგი, ქართულ-გერმანული რეპროდუქციული წენტრი GGRC-ის კლინიკური დირექტორი პროფესორი ნინო მუსერიძე და ექიმი რადიოლოგი ლალი გოგი. მოგდანდი ექიმებო. საკმაოდ როგორ თქვა, არასასიამოვნო, ასე თქვა, დიაგნოზი ვახსენეთ და როდესაც უნდა იყოს ეს ბედნიერი ეტაპი დედისთვისაც და ნაყოფისთვისაც, შეიძლება რაღაც საფრთხის ქვეშ დადგეს გარკვეული მიზეზით, რომელსაც ქვია პრეეკლამსია. რამდენად ხშირია ეს დიაგნოზი და აი რა საფრთხეზე ვსაუბრობთ დედისა და ნაყოფის შემთხვევაში აი ამ დიაგნოზის ქვეშ? რო ვთქვათ, რომ ეს ძალიან ხშირია, ნამდვილად არ არის, მაგრამ არასოდეს არ გვიყვარს, როცა ორსულობას ეხება და ალბათ ჩვენთვის ყველასთვის იქნება და სასიამოვნო, რომ არანაირი მაგრამ არ გქონოდა არასდროს. არანაირი გართულება არ ყოფილიყო, მაგრამ სამწუხაროდ არსებობს ეს გართულებები, არც თუ ისე ხშირად, მაგრამ ჩვენს პაციენტებში, მაგალითად, რაც შეეხება ინვიტროს პაციენტებს, გაცილებით უფრო ხშირად ხდება ხოლმე გართულება, ვიდრე სხვა შემთხვევაში, ვინაიდან როგორც ყოველთვის ითვლებოდა, რომ ხანდაზმული ორსული იყო 30 წლის ასაკში, ჩვენთან უკვე ხანდაზმული აღარ არის 50 წლის ასაკიც. რა თქმა უნდა, ვზრუნავთ იმაზე, რომ ყველა ეს პრობლემა, რომელიც შეიძლება ორსულობაში დადგეს, უფრო ადრე ვიცოდეთ, ადრეულ ეტაპზე დავაზღვიოთ ქალი, რომ შესაძლებელია მას აქვს ეს რისკი და ანუ გავაგებინოთ სწორედ ის ორსულობამდე არა, ორსულობაში. ოღონდ ისეთ პერიოდში, როცა პრეეკლამსია ჯერ არ არის განაჩენი და ეს არ არის, ესე ვთქვათ, თავისებური და მანიფესტირებული ფორმა მეანისთვის არ არის პრობლემა და ადრეულ ვადაზე 11-14 კვირამდე, დიახ. შესაბამისად ეს მეთოდიკა, რომელიც დადგინდა ლონდონში პირველად და ეკუთვნის რადიოლოგებს დღევანდელ დღეს, საქართველოში ჯერ კიდევ არ არის და ვართ პირველები და მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი მადლობა. მინდა გითხრათ, რომ 2001 წლიდან არის წარმოიდგინეთ ინგლისში და ევროპის ქვეყნებში. და საქართველოში რატომღაც არ ვიცი, რატო არ მივაქციეთ ყურადღება, რომ ეს არსებობდა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შეგვიძლია უკვე ადრეულ ეტაპზე რადიოლოგების დახმარებით ვუთხრათ, არსებობს თუ არა რისკი ამ პაციენტთან ქრომოსომული აბერაციებისა. არსებობს თუ არა რისკი პრეეკლამსიის და ეკლამსიისა, ნაადრევი მშობიარობის და მინდა გითხრათ, რომ როდესაც ქალმა იცის, რომ მას აქვს ეს რისკები, ის უფრო ფრთხილად იქნება რადიოლოგების დახმარებით. ჩვენ შეგვეძლება 11-12 კვირაზე უკვე ვუთხრათ, არის თუ არა რისკი ამ ქალისთვის. სულ დაახლოებით 40 წუთით მეტი დასჭირდებათ კლინიკაში ყოფნა, მაგრამ ეცოდინებათ 95 და 5%-ით, რომ მას აქვს რისკი ამა თუ იმ გართულების ორსულობაში და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ყველა ქალი ყოველთვის ნერვიულობს და მინიმალურად რომ ვინერვიულოთ, ვიცოდეთ მაქსიმალურად ყველა რისკები და რისკი თუ ვიცით, დიაგნოზი თუ ვიცით, რომ რაიმე გვემუქრება, ჩვენ ყოველთვის დავასწრებთ ყველაფერს. ეს რამე სპეციფიური კვლევაა, ქალბატონო ლალი, იმისთვის დადგინდეს და თან თქვით, რომ სიმპტომები მაინც და მაინც არ ახასიათებს პირველ ეტაპზე და რა მნიშვნელოვანი, ესე ვთქვათ, ინფორმაციის მოპოვება შეიძლება. ეს არის პროფესიული პროგრამა ასტრაია, რომელიც 2000-იან წლებში
ფეტალური მედიცინის ფონდის მიერ არის შემუშავებული. ყოველ წელს ხდება ამ პროგრამის განახლება. აი ეს პროგრამა მოიცავს კომპლექსურ ანალიზებს, ეს არის როგორც ბიოქიმიური ანალიზები სისხლის, PA ტესტისა და ხეგეს საშუალებით, ასევე ეკოსკოპიური მარკერების საშუალებით ხდება ამ პროგრამაში ამ ყველაფრის შეყვანა. შესაბამისად, ეს პროგრამა ითვლის შემდგომ უკვე რისკებს. აუცილებელია საშუალოს ყელის სიგრძის გაზომვა, აუცილებელია შევიყვანოთ არტერიების დოპლერი, ანუ პულსური ინდექსი შევიყვანოთ მონაცემები. უნდა გაიზომოს თვითონ პაციენტის არტერიული წნევა ორივე ხელზე, ორჯერ უნდა გაიზომოს, ეს ორივე მონაცემი უნდა შევიყვანოთ. ასევე მნიშვნელოვანია ის რასა, ასაკი, წონა და ყველაფრის ამის გათვალისწინებით ეს პროგრამა ითვლის რისკებს. რისკებს განსაზღვრავს ასტრაია. ჩვენ მივხედავთ იმას, რომ ისინი ნერვიულობის გარეშე მივიდნენ სამშობიაროში და გააჩინონ შვილები. დავუშვათ, რა ჩვენებით შეიძლება წავიდეს ორსული, აი 11-დან 15 კვირამდე ამ კონკრეტულ კვლევაზე, ეს არის მართლა უბრალოდ სტრესი და ყველაფერზე ნერვიულობს, ამიტომ თუ რამე სხვა მიზეზიც უნდა იყოს. ასაკი 35 პლუსი აუცილებლად, ოჯახში პრეეკლამსიის თუ არის დიახ ისტორია, ასევე თუ არის გენეტიკური დაავადებების მქონე ოჯახის წევრი ან ახლო ნათესავები ქრომოსომული აბერაციებით შესაბამისად ესეთი პაციენტი აუცილებლად უნდა მივიდეს ესეთ გამოკვლევაზე, რომ იცოდეს შემდეგში რა ელოდება, გართულებული ორსულობები, თუ ორსულობა, თუ შვიდად. ახლა დავუშვათ, თუ კი დადგინდა ეს პრეეკლამსია აი ამ რადიოლოგიური კვლევის შემდეგ. მერე რა ხდება? როგორ ხდება მისი მართვა? რთული გზა არის ეს თუ როგორ არის? რო გითხრათ, ალბათ ყველა შემთხვევაში ჩვენთან რეპროდუქტოლოგთან რჩება ხოლმე პაციენტი პრაქტიკულად მხოლოდ 12 კვირამდე. მერე რეპროდუქტოლოგი აუცილებლად გადასცემს მეანგინეკოლოგს და მეანგინეკოლოგებს აქვს თავიანთი სქემა, რა სქემითაც ისინი მართავენ ამ პაციენტებს, მაგრამ რაც შეეხება ასტრაიას, როდესაც არის რისკი, დაუშვათ თუნდაც იმ პათოლოგიებისა, რომელზეც ვილაპარაკეთ, ანუ დაუნის სინდრომი, პატაუს სინდრომი, რომელიმე ქრომოსომული დაავადებისა, ედვარდსის სინდრომიც არის აქ ამ შემთხვევაში. აქ შეიძლება უკვე განსაზღვროთ, გჭირდება თუ არა ამნიოცენტეზი, გჭირდება თუ არა ჩვენ გენეტიკური კვლევა დამატებით და დავასღვიოთ პაციენტი იმისგან, რომ შემდგომ გვიან პერიოდში არ გაიგოს მან ის, რომ აქვს მაინც ნაყოფს ანომალია, როგორც ასეთი NIPT ტესტიც არსებობს ამ დროს, როცა შეგვიძლია ჩვენ დავადგინოთ დაუშვათ ქრომოსომული პათოლოგიები, მაგრამ ნახეთ ძალიან ადრეულ ეტაპზე გვაძლევს ასტრაიას მეთოდი და თან მარტივია, არა ინვაზიურია. ის მეთოდები, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ეს მაინც ინვაზიური მეთოდებია. რა თქმა უნდა, არსებობს რისკები იმისი, რომ თვითნებითი შეწყვეტა მოხდეს ორსულობისა და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში ჩვეულებრივ რადიოლოგიურ კვლევაზე მიდიხარ, იკეთებ ასტრაიას და იცი, გაქვს თუ არა რისკები იმ პათოლოგიებისა, რომელზეც ახლა ვისაუბრეთ. შესაბამისად, მეანგინეკოლოგიც უფრო მშვიდად არის, რომ არის პაციენტი, რომელსაც ეს რისკი არ აქვს. რა თქმა უნდა, ეს არ არის 100% და აქედან გამომდინარე არის, რომ სწორედ ის 5% რჩება, რომელიც შეიძლება მაინც განვითარდეს, მაგრამ 95 და 5 ეს ძალიან მაღალი პროცენტია, რაც გაძლევს იმის საშუალებას, რომ ვისთანაც გექნება ასეთი ტიპის რისკი, მას უფრო სხვა მიმართულებით წაიყვან. გაცილებით უფრო ხშირად იქნება ის მონიტორინგზე დაბარებული, გაცილებით ხშირად და ექნება ის ანალიზები, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ დაიზღვიოს პაციენტი და არ მივიდეს იმ დონეზე, რომ განვითარდეს ეკლამსია ან პრეეკლამსია, ასე რომ ვთვლით, რომ როდესაც იცი რაღაცა უფრო ადრე და ადრეულ ეტაპზე შენ ამას იცავ, შენ ასევე იცავ იმას, რომ ის ცხოვრების წესი, როგორ შეცვალო, როგორ განავითარო ეს ორსულობა და ბოლომდე როგორ მიხვიდე ამ გართულების გარეშე. კი ბატონო, მართლაც არ ვიცი რა, გადაზღვევა გამოდის ხო ყველაფერი. ეს რაზეც ვსაუბრობ და საინტერესოა დაუშვათ ასე მშვიდ ვითარებაში ჩავლილი ორსულობა, მშობიარობა და შემდეგ რა ხდება ქალბატონის ცხოვრებაში? რჩება თუ არა ეს მომატებული წნევა, ასე ვთქვათ და სჭირდება თუ არა შემდგომი კონტროლი ასეთ ქალბატონს, ვისაც ჰქონდა ეს პრეეკლამსია. მინდა გითხრათ, რომ რეალურად ორსულობას ახლავს ეს მხოლოდ. სრულდება ორსულობა, სრულდება მისი პრობლემა. ანუ ასეთ შემთხვევებში, ეს არის ორსულობის გართულება და შესაბამისად ბატონ ლევასაც უფრო კარგად ეცოდინება ეს თემა, რომ
დასრულდა და შეიძლება ხვალ გაიღვიძოს და არანაირი წნევა არანაირი ჩივილი. და რეზო მახსენე რომ უფრო ხშირ შემთხვევაში პირველ ორსულობაზეა და ქონიათ გამოცდილება და შემდეგ ორსულობაზე იმავე ქალბატონს აღარ ქონია ეს ჩვენები. მინდა გითხრათ რომ როდესაც გვეკითხებიან აი მე მქონდა ეს რისკი და დაუშვათ პირველი შვილი გააჩინა პრეეკლამსიით ვერასდროს ვერ ეტყვით რომ ის მას არ განამეორდება. ხო. შეიძლება არ ქონდეს, მაგრამ არასდროს არ არის გარანტია იმისა, რომ შენ ეს მეორედ არ გექნება. ამიტომ სხვათა შორის ძალიან ბევრი პაციენტი ყავს, ვისაც თუ განუვითარდა ერთხელ ან ორჯერ, ის შეიძლება მერე სუროგაციის გზით წავიდეს, რადგან იცის რამდენად რთულია ეს გართულება. და მე მყავს პაციენტი პირადად, რომელმაც აი ტყუპი ნაყოფი ყავდა სწორედაც და დაკარგა ეს ტყუპი ნაყოფი სწორედ პრეეკლამსიის გამო და მან გადაწყვიტა, რომ ვერ შეძლებდა მეორედ ასეთი სტრესის გადატანას, რაც მან გადაიტანა, ეს ძალიან რთულია ყველა დედისთვის აბსოლუტურად და შესაბამისად დღეს მას შვილი ყავს ოღონდ სუროგაციით. დედისთვისაც ხომ ისეთივე საფრთხეა, როგორც ნაყოფისთვის? აბსოლუტურად, ნამდვილად, კიდევ უფრო მეტი საფრთხე ალბათ შეიძლება ქალბატონი უნდა წავიდეს ბედნიერი დედა და არა ავადმყოფი ქალი. ჩვენ რეალურად ვაპირებთ, რომ ეს სკრინინგულად გავაკეთოთ ჩვენ ორსულებში აბსოლუტურად ყველასთან. იმიტომ რომ მაინც მაღალი რისკის ორსულობაა ინვიტროს ორსულობა, ეს არ არის ჩვეულებრივად მართული ორსულები, შესაბამისად ძალიან ბევრი პრეპარატი ინიშნება ამ ორსულებთან. ესეც არის ერთ-ერთი რისკი იმ გართულებების, შესაბამისად ძალიან დატვირთული ანამნეზი აქვთ მათ და აბსოლუტურად ყველას რეალურად ჩვენ რჩევას მივცემთ და მე ვფიქრობ, რომ მე არ მგონია ვინმეს რისკის დაზღვევა არ უღირდეს, შესაბამისად ვფიქრობ, რომ ერთხელ ჩატარებული ტესტი, რომელიც რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, რომ აუცილებელია, ანუ ავუხსნით იმას, რომ ეს რო ვიცით, ჩვენ რეალურად მართავთ კარგად ორსულობას და ეს და ანუ კიდევ ერთი დაზღვევა გამოდის, რომ თუკი ეს დიაგნოზი დასმულია სწორ დროს, ასე ვთქვათ, ეს ორსულობა კარგი შედეგით დასრულდება როგორც დედისთვის, ასევე შვილისთვის. ძალიან დიდი მადლობა. ყველაფერი რაც უკავშირდება დაზღვევას, მშობლის, შვილის, მით უფრო როდესაც ეს ასეთი დიდი ძალისხმევით არის მოპოვებული, ორსულობას გულისხმობ, რა თქმა უნდა, არის უმნიშვნელოვანესი იარაღი იმ გზის სწორად გასავლელად, რაც არის საბოლოო მიზანი, რომ ეს კონკრეტული პაციენტი, რომელიც არის უპირატესი, როგორც თქვენ თქვით კლინიკაში, სწორედაც რომ მშვიდობით და რაც თავარია, უკვე შენაძენით გაეწეროს უკვე სამშობლოდან. ძალიან დიდი მადლობა თქვენ ყოველთვის სიახლეებით უზრუნველყოფთ ჩვენს საინფორმაციო, ასე ვთქვათ, ველს, მით უმეტეს თქვენს ჭრილში და მინდა გისურვოთ წარმატება თქვენ და რა თქმა უნდა, ყველა ორსულს, რომელიც გეგმავს რომ გახდეს მშობელი. დიდი მადლობა.